პირველ რიგში მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მიულოცო ბელარუსელ ხალხს იმ ლიდერის კიდევ ერთხელ არჩევა, რომელმაც ლიდერმაც დრომ გვიჩვენა, რომ ბელარუსიას აცდინა ომი. 2020 წელს ბელარუსიაში რო ხელისუფლება შესრულილი იყო და მოსულიყო ის ხელისუფლება, რომელსაც ოცნებობდა ევროლიბერალისტები, დღეს ისევე როგორც უკრაინა განადგურებული, ისეთივე განადგურებული იქნებოდა ბელარუსის სახელმწიფო. დრო მაჩვენა, რომ ამ კაცის პოლიტიკა არის ეროვნული, დრო მაჩვენა, რომ ამ კაცის ყოველივე გადადგმული ნაბიჯი არის ერის საკეთილდღეოდ გადადგმული და გაკეთებული. მე ძალიან მჭიდრო ურთიერთობები მაქვს ბელარუსიასთან, კარგი სამეგობრო მყავს. ხშირად ვსტუმრობ ბელარუსის რესპუბლიკას, ვიცი იქაური ხალხის მენტალიტეტი, ვიცი როგორ ცხოვრობს ჩვეულებრივი გლეხი ადამიანი, როგორ ცხოვრობს საჯარო მოხელე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის რომ ბელარუსია ყველაზე დაცული ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირში, კავშირის რესპუბლიკებს შორის, ამაზე აღარავინ არ დაობს. იმდენად სისუფთავეა მინსკში, განსაკუთრებით, რომ ჩვეულებრივად ასფალტზე რო აი ხელი აუსვა, თითი აუსვა, მტვერი არ აკובה. ყველა არის დასაქმებული და ყველა მიცის საკუთარი საქმე. იქ ვერ დაინახავ მაწანწალ ადამიანს, იქ ვერ დაინახავ ადამიანს, რომელსაც დახმარებას ითხოვს. ვერ დაინახავ მთრალ ადამიანს, ქუჩაში მოწანწალეს. არის იდეალური წესრიგი. რა არის დემოკრატია? დემოკრატია არის კანონის უზენაესობა. დემოკრატია ზუსტად ეს არის, რომ კანონი უნდა დაიცვა და კანონის მორჩილი უნდა იყოს ადამიანი. მაგრამ ჩვენ ყველანაირად სხვაგვარად აღვიქვით ეს დემოკრატია და სხვაგვარად მივიღეთ. იქ ამ კაცმა ბელარუსიაში შეუნარჩუნა სახელმწიფოებრიობა, შეინარჩუნა ყველაფერი, რაც კარგი იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი. ქარხანა, ფაბრიკები, რა თქმა უნდა, მოახდინა გადაიარაღება, ახალი ტექნოლოგიების დავნერგვა. ისე უხმაუროთ, არ ხმაურობს ეს კაცი. ეს არის პოლიტიკოსი ადამიანი, რომელმაც თავისი ქვეყანა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დრო გვიჩვენა, რომ ააცილა დიდ უბედურებას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ბატონო ტელემაყურებლო, ჩემო პატივცემულო ტელემაყურებლებო, რომ პირველი დარტყმა ბელარუსია მიიღო 1940 წელს, როცა გერმანიამ თავს დაეწყა საბჭოთა კავშირს. იმ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ომის ფასი. იქ არსებობენ ხალხი, რომლებიც დღესაც ცოცხალი არიან, რომლებმაც ის ტრაგედია გადაიტანეს. და იქაურ ხალხს აღარ ჭირდება ეს ომი და დრო გვიჩვენა, რომ არ ყოფილიყო ლუკაშენკო, ეხლა იქნებოდა განადგურებული. ეს არის ეროვნული ლიდერი, არ არის შიშარაკაცი, ეს არის ვაჟკაცი, ეროვნული ლიდერი. ბატონო ნიკოლას, დრო რო იყო, მან იარაღი აისხა და საკუთარი საპრეზიდენტო შენობას დაიცვა, საკუთარი ინტერესების დაიცვა და დაიცვა იმ ხალხის ინტერესები, რომელ ხალხსაც მისი ჯერავს. ასე რომ მე მინდა მივმართო ახლა ჩვენს ხელისუფლებას. გავიმეორო თქვენი სიტყვები და გესესხები და მინდა მეც ვთხოვო და რატომ? კაცო, თუ ის ევროპელების გადმოსახედიდან არის დიქტატორი, ევროპა დღეს ჩვენ ხელისუფლებასაც დიქტატურს ეძახის, ხო? ამას დიქტატორებს ეძახის. ხო, აი ლოგიკაცად არის, ხო? მიულოცე შენ როგორც დიქტატორმა დიქტატორს მიულოცე, ხო? არც ერთი არ არის დიქტატორი ამ დროს, კაცო. ამ დროს არც ერთი არ არის და
იცი რა არის უბრალოდ ბოლოს ბოლო დროის განმავლობაში რაც ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა, ჩემთვის მისაღები იყო და არჩევნებზე ხარით დაუჭირე, არ ვიცი, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება მოსულიყო კვლავ ხელისუფლებაში, მაგრამ იმიტომ რომ დავინახე, რომ დაიწყეს ეროვნული ინტერესების გატარება. დღეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ბატონ ნიკოლოზ, რომ ხელისუფლებამ აქამდანაც უნდა მიელოცა. გეთანხმებით, მაგრამ აი ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ